25-დან 28 ნოემბრის ჩათვლის სპორტ კომპლექს არენაში კრივში საქართველოს თასის გათამაშება ჩატარდა. ტურნირში ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული 68 მოკრივე იღებდა მონაწილეობას. თბილისი 21 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი, ქუთაისი 9-ით, ფოთიდან 7 მოკრივე ჩამოვიდა, გორიდან და ბათუმიდან კი 6-6. წარმომადგენლები ყავდათ ასევე წყალტუბოს, ახალციხეს, ახალქალაქს, ვარიანს, გარდაბანს, მცხეთას, ყვარელს და ბაღდათს. ამ შეჯიბრების მერე ჩამოყალიბდება საქართველოს ნაკრები. მაგრამ ჩვენ უკვე ტრადიციად გვაქვს ქცეული, როგორც პირველი ნომრები, ისე მეორე ნომრებიც შეყვავს ნაკრებში და პლუს პერსპექტიული მოკრივეები. მოპოვებული მედლებისა და ტიტულის გარდა ტურნირს მომავალი სალიცენზიო წლისათვის მოსამზადებელი ეტაპის დატვირთვა სახლდა და მას პირველ რიგში ყველაზე დიდი ყურადღებით რა თქმა უნდა ნაკრების წვრთნელი ადევნებდა თვალს. ჩვენი ძირითადი მიზანი არის უკვე მომავალ წელს ევროკავშირის ქვეყნების ევროპის ჩემპიონატი, ასევე ევროპის ოლიმპიური თამაშები, რომელიც გაიმართება ქალაქ ბაქოში და წლის ბოლოს უკვე მსოფლიო ჩემპიონატი. მინდა მოგახსენოთ, რომ დღეს ამ საქართველოს ჩემპიონატზე ყველა ის წამყვანი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას, ვიზეც გვაქვს დაახლოებით ჩვენი აქცენტი გაკეთებული და ვფიქრობ, რომ საინტერესო პიროვნება გამოგვივა. შემდეგში კიდე ჩვენი ძირითადი დატვირთვა არის ამ შეჯიბრების ის, რომ ის ახალგაზრდა მოკრივეები, რომლებიც უკვე წელს გადმოდიან ამ უფროს ასაკში, გადმოვიდნენ, გამოავლინონ, გამოამჟღავნონ და შეიძლება არც გამოურიცხავთ, რომ რომელიმე წონაში მოხდეს ჩანაცვლება უკვე ამ ახალგაზრდებით უფროსების. ფინალური ბრძოლები 10-ვე წონის კატეგორიაში 28 ნოემბერს გაიმართა. 59 კილოგრამში, სადაც სულ 4 მოკრივე ასპარეზობდა, გამარჯვება თბილისელ მიხეილ კაზანჯიანს ერგო, რომელმაც გორელი ლაშა ყობახიძე პირველივე რაუნდში დაამარცხა. კიდევ უფრო ცოტა მონაწილე ყავდა 52 კილოგრამ წონით კატეგორიას. აქ მხოლოდ ერთი ნახევარფინალი შედგა. ფინალში გასული თბილისელი რუსტამ მუსაევი კი ფოთელ დავით ნანავასთან დამარცხდა. ახარებული ვარ ძალიან. სამომავლოდ ვემზადებით ოლიმპიური ლიცენზიებისთვის 2015 წლიდან იწყება რა და იმედია ლიცენზიას ავიღებ. შედეგით მოყოლილია. ფოთელმა იმარჯვა 56 კილოგრამ წონით კატეგორიაში. გიორგი გოგატიშვილმა ქუთაისელ ლევან კლდიაშვილს ცლია. 60 კილოგრამში გამარჯვებული ახალქალაქელი ოთარ ერანოსიანი გახდა. ვერცხლის მედალი კი თბილისელ ალეკო ჭალაშვილს ერგო. ერთ-ერთი ყველაზე წარმომადგენლობითი იყო 64 კილოგრამი წონითი კატეგორია, სადაც რინგზე 12 მოკრივე გამოვიდა. მათ შორის საუკეთესო ქუთაისელი ამირან მარგველაშვილი აღმოჩნდა, რომელმაც ფინალი ახალციხელ ლაშა ბუთიაშვილს მოუგო. შემხარა მოსულა ღირსეული და ოკეი, გავიმარჯვე ღირსეულა ჩვენ შეჯიბრისთვის მომზადდა ქალაქ ქუთაისში, გამზადდა ხვიჩა ემელიან ჭულუხაძე, მირზა ხურცუძე, ბეჟანი სიჭინავა, ზალი ჯავახაძე, ჩვენი ქუთაისის ტრენერები, დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ამ ხალხს. ასეთი ძალიან დიდი შრომა ჩადეს ჩვენთვის, რა ვიცი, ძალიან კარგად მოგვამზადეს და ხედავთ შედეგი სახეზე და ჩემპიონი გავხდით დღეს 64 კილოგრამ წონით კატეგორიაში. მადლობა ყველას, ვისაც წვლილი მიუძღვის ჩვენ მომზადებაში. 69 კილოგრამში ოქრო ქუთაისელმა ჯემალ შალამბერიძემ მოიპოვა. ფინალში მისი მეტოქე ბათუმელი გელა აბაშიძე გახდათ. ყველაზე მეტი 13 მონაწილე 75 კილოგრამ წონით კატეგორიაში დარეგისტრირდა. აქ პირველი ადგილი თბილისელმა ბექა ხარძიანმა დაიკავა, მეორეზე კი გიორგი გიორგაძე გავიდა. 91 კილოგრამის ფინალში ქუთაისელმა რომან თავაძემ გორელ ნიკოლოს სეხნიაშვილს აჯობა. საინტერესო სიტუაცია იყო 91 კილოგრამ წონით კატეგორიაში, რომელშიც სულ 2 სპორტსმენი მონაწილეობდა და ბუნებრივია მათ შორის პირდაპირ ფინალური ორთაბრძოლა გაიმართა. თბილისელმა ლევან გულედანმა ვარიანელი გიორგი ურჯუმელაშვილი დაამარცხა. ოჯახური პირობების გამო ერთი კვირა რაც ვარჯიშობდა, მომიხდა 9 კილოს დაკლება. ცოტა გამიჭირდა, საკმაოდ გამიჭირდა, გაიმეტოქი შემხდა. რავი, ვარ კმაყოფილი ჩემი შედეგით. მეტი შეიძლება რა თქმა უნდა, მეტი ვარჯიში და რავი, უსურვებ ყველას წარმატებებს და ულოცავ ყველა გამარჯვებას. ზემძიმე წონაში კი გამარჯვება ქუთაისელმა მიხეილ ბახტიძემ მიზეიმა. მეორე ადგილზე თორნიკე პურიჭამიაშვილმა დაიკავა. აღსანიშნავია, რომ ქუთაისმა 4 ოქროს მედალი მოიპოვა, თბილისმა 3, თუმცა გუნდურ ჩათვლაში თასი მაინც დედაქალაქელებს ერგოთა. თასის მფლობელი გახდა თბილისის გუნდი, რომელმაც 3 ოქროს მედალი დაიკავეს. მოიხვეჭეს მათ კარგი გუნდი იყო სხვათა შორის. ქუთაისელებმა 4 ოქროს მედალი მიიღეს, მაგრამ დათვლის შედეგად ქულები გადანაწილდა ესე, რომ თბილისის გუნდი გახდა თასის მფლობელი. ჩემპიონატი ჩატარდა მაღალ დონეზე, საჯობა იყო ძალიან კარგი, რაც მთავარია, ყველაზე რომ მიუყვერძოებელი საჯობა იყო
და გუნდები, რომლებიც აქ მონაწილეობდნენ, ყველას ყავდა წარმოდგენილი კარგი სპორტსმენები. მომავალ წელს ქართულ მოკრივეებს მძიმე სალიცენზიო წელიწადი ელით. იმედია, მათგან რამდენიმე 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზეც გაემგზავრება.